მიწა წართმეული თუ ისტორია დავიწყებული. დღეს როცა ამ რეგიონს უყურებ, ხვდები რომ ორივე დავკარგეთ. მიწაც და მეხსიერებაც. აქ, ამ ჩამოქცეულ კედლებში ქვის ყოველი ნაფეხურიდან გესმის ძველი დიდების ჩუმი გოდება. ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე. ხარე, რომელმაც ქართული ერის სული შეკრა. სამეფოები აღზარდა და სარწმუნოება ძლიერებად აქცია. დღეს ჩვენი დიდების ნარჩენები სხვას ამშვენებს. ჩვენი ტაძრები სხვა სარწმუნოებას ემორჩილება. ჩვენი ბედი კი ამ ნანგრევებშია. ყველაზე მძიმე ის არის, რომ ნანგრევებზე მდგომი აღარ ვიცით რა ვსტევით. წართმეულ მიწას, რომელსაც ვეღარ ვიბრუნებთ, თუ განწერულ ისტორიას, რომელსაც ვივიწყებთ. და მაინც, სანამ ამ შეკითხვებს დავსვამთ, მეხსიერება ჯერ კიდევ ცოცხლობს და მტკიცედ გვახსენებს, რომ ოდესღაც დიდები და ძლიერები ვიყავით. ლეგენდის მიხედვით მე-5-მე-6 საუკუნეებში პალესტინის ხელმწიფემ სოლომონმა თავისი 7 ვაჟი შინაომებს გამოაცილა და უფრო 7 ქვეყანაში, საქართველოში ჩამოიყვანა. 3 მათგანი სპერში დასახლდა, ხოლო 4 მათგანი აი აქ, არტანუთში. აქედან იწყება ქართველ ბაგრატიონთა დინასტიის აღზევება. 523 წელს სპარსეთის შაჰმა კავადმა საქართველოში მეფობა გააუქმა და ფარნავაზიანთა დინასტიაც დასრულდა. მაგრამ უპატრონოდ დარჩენილი ქართველი არისტოკრატია არ დანებდა. შეიქმნა ერისმთავრობა. მისი პირველი წარმომადგენელი იყო სწორედ არტანუჯელი გუარამი. დედის მხრიდან ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი, ქართლის პირველი ერისმთავარი და ბაგრატიონთა ამღორძინებელი. ფარნავაზიანთა დინასტია ჩაანაცვლა ბაგრატიონთა დინასტიამ, ხოლო მისმა პირველმა მეფემ, აშოტ პირველმა ბაგრატიონმა 813 წელს შექმნა ძლიერი, დამოუკიდებელი სამთავრო, ტაო-კლარჯეთი, მის დედაქალაქად კი არტანუჯი აირჩია. გრიგოლ ხანძთელს სწორედ ეს რეგიონი ხვდა წილად აეღორძინებინა და აეშენებინა ხუროთმოძღვრების ტაძრები, რომლებიც მომავალში საქართველოს რელიგიური ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. ეს იყო ჩვენი სული სამხრეთ კავკასიაში. საუკუნეები აქ იქმნებოდა ქართული სიტყვა, იწერებოდა ფრესკები, იზრდებოდნენ სწავლულები. ტაო-კლარჯეთი იყო სიძლიერის, რწმენის და განათლების კერა. ხანძთამ მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. გიორგი მერჩულემ 950 წელს აქ დაწერა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. დოლისყანა, რომლის საკურთხეველშიც აშოტ პირველი კულაპარატი მოკლეს მოღალატეებმა. ოპიზა, ყველაზე ძველი მონასტერთაგანი, სადაც მსახურობდა გრიგოლ ხანძთელი. ბექა და ბეშკენ ოპიზრები, სერაპიონ ზარზმელი, პარხალი, იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული მე-10 საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი ეკლესია. აქ გადაიწერა შუშანიკის წამება. ფრესკები დღემდე ინახავს ლაზური დამწერლობის ანბანის ნიმუშებს. 4-თა მე-10 საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუში. აქ იყო განთავსებული სემინარია და სკრიპტორიუმი. იშხანი, შუა საუკუნეების რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი, სადაც რელიგიური და მეცნიერული კვლევები ტარდებოდა. ოშკი, იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი. იმდროინდელი საქართველოს 4 უდიდესი კათედრალთაგან პირველი, შემდეგ სვეტიცხოველი, ბაგრატი და ალავერდი. ხახული, დიდი ლიტერატურული კერა და მდიდრული ბიბლიოთეკა. ბანა, ძელი ცხოვლისა, ანუ ძელი ჭეშმარიტების, ქართველ მეფეთა საზაფხულო სამყოფელი, ასევე მათი განსასვენებელიც. კონსტანტინოპოლის აია სოფიას შემდეგ სიდიდით მეორე საეპისკოპოსო ტაძარი მსოფლიოში. სად არის ახლა დიდება? პარხალს ჩაუტარდა რესტავრაცია თურქების მიერ და გადაკეთდა მეჩეთად ქართულ მხარესთან შეთანხმების გარეშე. იშხანს ჩაუტარდა რესტავრაცია, თუმცა წლებია დაკეტილია მნახველებისთვის. ბანა დაინგრა რუსული ქვემეხების შედეგად. ოპიზა აღარ არსებობს. ხახული მეჩეთად გადაკეთდა. ოშკში დაიწყეს რესტავრაცია, მაგრამ წლებია გაჩერებულია. ხანძთა, 4-თა ეკლესია, დოლისყანა, ოსმალების შემოსევების შედეგად დაიცალა და დრომ დაანგრია. ქრისტიანული ეკლესიების მეჩეთად გადაკეთება შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ ბოლომდე დანგრევას, უპატრონობას და პირუტყვების ადგილად ქცევას ისევ ჯობია მოუვარონ. გაუფრთხილდნენ, თუნდაც ჩვენი არ იყოს, ჩვენ მაინც მივალთ, შევხედავთ, შევეხებით, გავიხსენებთ მის დიდებულ ისტორიას და გული არ დაგვწყდება, რომ დაინგრა და აღარ არსებობს. 6 თაყაიშვილის შემდეგ ამ მხარეს აღარ ავინ დასდგომია სერიოზული მეცნიერული ექსპედიციით. ის მცირედი, რაც ვიცით, სწორედ იმ ხალხის ღვაწლია, ვინც საუკუნეების წინ ფეხით შემოიარა ეს ნანგრევები და თითო ქვა ჩაწერა, თითო მოხატულობა აღნუსხა, თითო ნიშანი შეინახა. სახელმწიფო ვალდებულია შეინარჩუნოს ისტორია, მაშინაც, როცა მიწა დაკარგულია. სამღვდელოების ვალია ეკლესიებს ჩაკიდოს ხელი, თუნდაც ისინი სხვა მიწაზე იდგეს. ვინ აუკრძალავდა საქართველოს თურქეთის ტერიტორიაზე მდგარი ნანგრევების რესტავრაციას, როცა ორივე მხარის ინტერესია ტურიზმი, თანამშრომლობა და მეგობრობა. ჩვენს ქვეყნებს შორის ხომ ისედაც კარგი ურთიერთობაა. შეიძლებოდა მოლაპარაკებები, შეთანხმებები, პროექტები, ინვესტიციების განხორციელება, მარშრუტების დაგეგმვა, საერთო ინტერესების გათვალისწინება. სუმელა, მე-4-მე-5 საუკუნეების მართლმადიდებლური ტაძარი. ის არა მხოლოდ ბერძნების, არამედ ქრისტიანული სამყაროს წმინდა ადგილია.
აქ როგორ შეძლეს რომ 2000 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. 2010 წლიდან აღსდგა ქრისტეს მსახურება, ხოლო დღე არ გავა რომ ტურისტებით სავსე არ იყოს ეს ადგილი. ბერძნებმა ზღვის მიწაზე შეინარჩუნეს ეკლესიაც და ისტორიაც. მეტიც, ეს ადგილი ქრისტიანული სამყაროსთვის უნიკალური ადგილია. ფინანსური სარგებელი კი თურქებს აქვთ. შედეგად ორივე მხარე კმაყოფილია. სახელმწიფოს და საპატრიარქოს მხრიდან საჭირო იყო გამოეხატათ სურვილი და ნება ეკლესიების მოვლა პატრონობის. როდესაც სურვილია, შესაძლებლობები უფრო იზრდება. მაგრამ ეს ისევ ხალხმა გააკეთა. ისევ ქართველებმა იპოვეს გზა ამ სოფლებამდე. ისევ ქართველების ინტერესი გახდა მიზეზი, რომ ეს ნანგრევები მოინახულებინათ. შეხებოდნენ ისტორიას და თითო ცრემლი მაინც დაეტოვებინათ უსახურ ნანგრევებსა და უპატრონო ეკლესიებში. აქ კავკასიძეების ციხესიმაგრეა, რომელიც დღეს იუსუფელის კაშხლის ქვეშ არის ჩაძირული. ციხესიმაგრე ოდითგან ისეთი მიუვალი იყო, რომ ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე ჭირდა მასზე ასვლა. საქართველოს ხელისუფლებამ 2013 წლიდან იცოდა, რომ 10 წელიწადში კაშხალი აშენდებოდა და ყველაფერს წყალი გაანადგურებდა. თუმცა არავის გამოუხატავს ინტერესი თურქეთის მხარესთან მოლაპარაკება ეცადა. ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა, მხატვრობის მოხსნა და გადატანა. თუ ციხის არა, ეკლესიის მთლიანად დაშლა და საქართველოში აწყობა. კარნიზების ან მოპირკეთების, ერთი ქვის მაინც მუზეუმში გადატანა. აუცილებელი იყო იქ სამეცნიერო ექსპედიციის გაგზავნა, დეტალური კვლევა და სამეცნიერო დონეზე ფიქსაცია. მაგრამ ამ ჩამოთვლითაგან არაფერი გაკეთდა. საერთოდ არაფერი. თურქეთის მთავრობამ კი 2018 წელს 1600 ტონიანი 800 წლის არტუკლეს აბანო გადაარჩინა ჩაძირვას და გადაიტანა უსაფრთხო ადგილას. ასევე მე-13 საუკუნის კოჩის მეჩეთი და სხვა სიძველეები. როგორც ჩანს, მთავრობისთვის ბიძინას ხეების გადატანა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ისტორიული ძეგლები და ქრისტიანული სიწმინდეები. ერთ ქვასაც აქვს აზრი. ერთი გადარჩენილი ნიშაც ინარჩუნებს ქართულ ხმას, იდენტობას. დღესაც ვიღაც საუბრობს ქართულად ამ სოფლებში. წერა-კითხვა არ იცის, მაგრამ ქართული ხმა ისევ ახსოვს. ეს სიტყვა არ დაიკარგება, თუ ჩვენც არ დავკარგავთ სურვილს, გადავარჩინოთ ყველაფერი, რაც ჩვენია, რაც ქართულია. გამარჯობა საქართველო, ჩამოდით ეს ძველი საქართველო. გაუკლარჯეთ და გიგით გავყოლას.